საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? მოვედი მეგობრებო, ბედნიერი კვირა თქვენ. აბა როგორ გიგითხოთ, როგორ ჩაიარა დღე ჩემო ძვირფასებო? იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა. მორიელი, საღამო მშვიდობის. კარგია რომ შენც აქ ხარ. გუშინ მეგობრებო ცოტა ადრე დავასრულე, მაგრამ ასე გამოვიდა, არ გამინაწენდეთ. ხან ისე იქნება და ხან ასე. იმედია ჩემი ხმაც ნორმალურად ისმის, ხმა მაღლა ვერ ვისაუბრებ. ასე რომ მაპატიეთ. აბა როგორ ხართ მეგობრებო, როგორ მიდის საქმეები? უკეთესობისკენ. თქვენთან ერთად მოვამზადებთ ასტებს. ალბათ იცით რომ უკეთესია ესე. ხო, აი მე მაინც ვაპირებდი გადმოზიარებას მორიელე. რატო ჩემო კარგო, რას ქვია არაფერი ხდება კარგი? ესეც არ შეიძლება მეგობრებო. საკუთარ თავს უნდა მიცეთ სტიმული. საკუთარი თავის გარდა სტიმულს ვერავისგან ვერ მიიღებთ. ყველაზე კარგი საშუალება საკუთარი თავი. კი. აი ასე ზუსტად. რატომაც არა. საღამო მშვიდობის, სალამი ანა მარია, როგორ ხარ? პრობლემები მოგვარებადია ჩემო ძვირფასებო, ცოცხალ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, ასე რომ თავს შემოუძახეთ. უღრმესი მადლობა ყველას ლაიქებისთვის. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. ეხლა როგორიც არ უნდა იყოს, ვინც ვართ, როგორც ვართ, დავიწყოთ მეგობრებო, ეხლა. ხო, დავიწყოთ, ეს სანდელი ცოტა იქეთ უნდა გადავაჩოჩო. აი ესე. ეს თავის მოვალეობას მაინც შეასრულებს აქედანაც. ასე რომ მეგობრებო, ეხლა მოდი დავიწყებ მე თქვენი. აუცილებლად. სხვათა შორის მეგობრებო, მე და მორიელი დავმეგობრდით. კი. აი ასე. ხო. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. რა პრობლემაა? ხშირად მოდი და მოგვისმინე. დაგამშვიდებ ჩემო კარგო. რა პრობლემაა? ხო. მოდით ჩემო ძვირფასებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, არაფერზე საერთოდ არ იდარდოთ, არ ინერვიულოთ. გულს არაფერი გააკაროთ. უბრალოდ დასხედით და მოусმინოთ ერთმანეთს. ნუ, ტაროს დასტას მოусმინოთ, ჩემი გახმოვანებით. ეხლა მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ჯერ მაინტერესებს ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ. ზოგადად თქვენ შესახებ ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. ხო, დიდი ტკივილი გაქვთ, აი ჩემო მეგობრებო. აი ეს ტკივილი გაქვთ. ხალათის ტკივილი გაქვთ, ზურგჩექცევის ტკივილი გაქვთ, იმედგაცრუების ტკივილი გაქვთ. აი
არასწორი ადამიანების ადამიანებიდან მოყენებული ჭრილობის ტკივილები გააქვთ, მარტო დარჩენილი ტკივილები გააქვთ. აი, ეს ყველაფერი გააქვთ თქვენ. თქვენ ხართ ეხლა თქვენს თავთან მარტო და ამ ტკივილს ატარებთ. კიდევ ვინ ხართ თქვენ? კი, აი, მიტოვებული ადამიანის ტკივილი. ერთ დროს, როდესაც გქონდათ აი ესეთი ურთიერთობა ადამიანთან, ეხლა გაქვთ აი ესეთი, თუმცა თქვენ ამ სიახლოვეს ეხლაც გრძნობთ. თქვენ გრძნობთ. მის რაღაცას კიდევ გრძნობთ, კიდევ გაქვთ დარჩენილი, ანუ დარჩენილი კიდევ გაქვთ, ცოტა ისეთი ნათქვამია, დარჩენილი არა, კიდევ გაქვთ ამ ადამიანიდან მოყენებული ტკივილი, კიდევ გამძიმებთ, კიდევ გტკივათ, თუმცა გიყვართ. ანუ მოდი ამას დავარქმევ, სიყვარული და სიძულვილი. იმდენად გიყვართ, გტკივათ და იმდენად გტკივათ, რომ გძურთ. აი ასეთ ტკივილს ატარებთ. ვერც ივიწყებთ და ვერც ხართ ერთად. აი ესეთია, ესეთ რაღაცნაირი დაძაბული სიტუაცია გაქვთ, კი ბატონო. კიდევ როგორი ენერგიები გაქვთ, ვინ ხართ თქვენ? ხო. თქვენ მაინც ის ადამიანები ხართ, ვისაც იმედი გაქვთ, ვინც ელოდებით ამ ყველაფერს და თქვენ ამბობთ, რომ ამის მიზეზიც გაქვთ, ამის საბუთიც გაქვთ, ამის დამამტკიცებელი საბუთიც გაქვთ, არ ვიცი რაზე საუბრობთ, მაგრამ კი ელოდებით ამ ყველაფერს და ამის გწამთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს მიაღწევთ ისევ. არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც წასულია. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა თქვენ წახვედით თუ თქვენი პარტნიორი წავიდა თქვენგან, უბრალოდ ფაქტი ერთია. ფაქტი არის დაკაზაწელსტვა, არის ზუსტად ის ფაქტი, რომ თქვენ უკვე გინდათ ზურგი შეაქციოთ ამ ყველაფერს და წახვიდეთ, მაგრამ წასულები ხართ რწმენით. საკუთარი თავის რწმენით, მეგობრებო. ამის თქმა მინდა. აი ამ ენერგიებში ხარ. ხო, ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ნუ ეს არის ადამიანი, რომელსაც სხვა გზა არ აქვს და მიდის უბრალოდ. ზურგშექცევით არის და მიდის. ეხლა თუ გაიძულებს ადამიანი, ნუ ვისთან როგორ მეგობრებო, ყოველასთან სხვადასხვანაირადაა, ხო? შეიძლება ბევრთან მასეც იყოს, შეიძლება ბევრთან იყოს ის, რომ აი გაიძულათ ადამიანმა, ისე რომ ზურგი შეგექციათ მისთვის და წასულიყავით, თვითონ ვერ წავიდა და გაიძულათ ისე რომ თქვენ წასულიყავით. დაგეტოვებინათ ეს ყველაფერი და წასულიყავით. ყოველ შემთხვევაში თქვენ სიყვარულით წახვედით. თქვენ წახვედით თუ თქვენი პარტნიორი წავიდა, თქვენ სიყვარულით ხართ მაინც წასულები, დატოვებულები, ანუ ასე ვიტყვი, ვისაც როგორ გინდათ, ეხლა ისე მიიღეთ ეს ყველაფერი, გადათარგმნეთ თქვენს პოზიციაზე, მეგობრებო. ხო, კიდევ თქვენი ენერგიები. აი ნუ რა ვქნა. ძალიან ერთგულები ხართ, თქვენ მაინც, თუმცა ელოდებით, როდესღაც მაინც დაბრუნდებიო, ასე ფიქრობთ. ან როდესღაც მაინც ერთად ვიქნებით, მხოლოდ შენ. იქნებ ბევრ თქვენთაგანს ეს სიტყვები გაქვთ თქვენი პარტნიორიდან ჩარჩენილი გულში და ეს გკლავთ. ეს განადგურებთ, მხოლოდ შენ, იმიტომ განადგურებთ, რომ მისი სიტყვები არ გამართლდა, თუმცა მაინც ელოდებით ამას. ნახეთ, ქვემოდან არის ესეთი გამოუვალი მდგომარეობა, ძალიან და გაქვთ ძალიან ემოციური ფონი და აქ არის კიდევ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, მეგობრებო. ძალიან ჩაიკეტეთ. და თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის ეს მე არ მგავს, ეს ჩემთავს არ შეეფერება. ანუ ამ სიტუაციაში ეს მე არ ვარ, ვერ ცნობთ თქვენ საკუთარ თავს. ამის თქმა მინდა. ხო, ფიქრობთ ამაზე, რომ თქვენ რაღაცნაირად შეყრობილი ხართ ამ ადამიანით და ეს თქვენ არ შეგეფერებათ. აი ზუსტად მეგობრებო. თუმცა შორიდან აკვირდებით ამ ყველაფერს. კი, რაღაც გარკვეულ ინფორმაციას აგროვებთ, ყველანაირ სფეროს იყენებთ საშუალებას იმისთვის, რომ მაინც ამის შესახებ რაღაც ინფორმაცია მოაგროვოთ. აი, განსხვავებული მეთოდებით, ყველანაირ ხერხს იყენებთ ამისთვის. კი.
და კიდევ ამბობთ იმას, რომ აი იმდენად სიამაყის გრძნობა გაქვთ მეგობრებო, რომ აი თქვენი სიამაყე დაჩრდილა ყველაფერმა და ამბობთ იმას, რომ აი ეს მე როგორ დამემართა, ანუ ეს მე როგორ გამიკეთა, ან ეს მე როგორ ხო აი როგორ საკუთარ თავთან გაქვთ შეკითხვა, რომ აი მე როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ეს მე როგორ დამემართა, ეს მე როგორ გამიკეთა, აი როგორ ხო აი ეს სიტყვა გაქვთ სულ როგორ შეიძლებოდა ეს აი როგორ რატომღაც მომდის ეს სიტყვა როგორ აი თითქოსა საყვედურობთ ვისაყვედურობთ არ ვიცი მაგრამ სულ ამ სიტყვას იმეორებთ როგორ აი ბევრჯერ მინდა გავიმეორო ეხლა აი ამ პოზიციაში ხართ ამ ენერგიებში ხართ რატომღაც საკუთარ თავსაც ვერ პატიობთ ალბათ იმას რომ აი როგორ დაგემართათ ან როგორ მოტყუდით აი როგორ მოვტყუდი აი ზუსტად აი როგორ მოვტყუდი როგორ შევწდი როგორ ხო აი ამას ეს ჩახვეული გაქვთ მეგობრებო ხო აი ამას იმეორებთ როგორ შეიძლებოდა ეს როგორ აი ძალიან ბევრჯერ მინდა გავიმეორო ეს სიტყვა როგორ ხო კიდევ რა ენერგიებში ხართ თქვენი ენერგიები ხო აი თქვენ ფიქრობდით რომ ეს იყო თქვენი სულიერი ადამიანი თქვენი სულმეითი ძალიან სიღრმისეული გრძნობა გაკავშირებთ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი სულიერი მეგობარი იყო თქვენი სულმეითი იყო თქვენი სული და ხორცი იყო ყველაფერი იყო თქვენი ანუ თქვენ ფიქრობდით ასე და თქვენ დებდით ამ ურთიერთობაში ყველაფერს და თქვენ დარჩით შეპყრობილი ამ ყველაფრით და თქვენ ხართ განადგურებული ამ ყველაფრით და თქვენ გაქვთ ეხლა აღმართული საზღვრები და პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული და აი ძალიან გაურკვევლობაში ხართ და თითქოს უბობის ქსელში ხართ გახვეული მეგობრებო და ძალიან ბევრ რაღაცას ფიქრობთ რომ ვინ დამწყევლა ანუ ვინ აი როგორ ვინ აი ამას იმეორებთ სულ აი ხო გეუბნებით ეს თქვენ არ შეგეფერებათ ამას ამბობთ რომ აქ რაღაც მოხდა ხო შეიძლება იმას ფიქრობთ რომ აი ვიღაცამ ჯადო გამიკეთა იმიტომ რომ ეს თქვენი სიტუაცია არა ეს თქვენი პოზიცია არა ადრე თუ ადვილად შეგეძლოთ დაგეთმოთ რაღაცები ეხლა ვერა ძალიან სიღრმისეულად გაწუხებთ ლაბირინთში ხართ უბობას ქსელში გრძნობთ გახვეული თავს აი არასამართლიანობა აი ხო გეუბნებით ბევრი თქვენთაგანი ფიქრობთ რომ რაღაც გაკეთებული გაქვთ და თუ კი ამას ფიქრობთ აი კი ეს ფიქრი ყოლა არ გაქვთ ეჭვით ყვილად არ გეპარებათ მეგობრებო ხო თქვენ საპირისპირო სიტუაციაში ხართ ხო შეიძლება ბევრ თქვენთაგანს კიდევ რაღაცებში ეჭვი გეპარებოდეთ საკუთარი თავის თავში ხო რაღაცებს საკუთარ თავში ეს მე გავაკეთე ეს მე დამემართა ანუ როგორ შეიძლებოდა ხო კიდევ რაღაცებზე ეჭვი გეპარებათ ანუ როგორ შევწდი აი რო საკუთარ თავს ადანაშაულებთ მეგობრებო ხო და მასე ხართ ძალიან გაავებული მიტოვებული გინდათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ და თქვენი მე დაიბრუნოთ კი ამას უკვე აცნობიერებთ რომ ეს თქვენ არ ხართ ეს თქვენ არ გეკუთვნით ეს თქვენი პოზიცია არა ეს თქვენი შესაფერისი სიტუაცია არაა და თქვენ ხვდებით და აცნობიერებთ იმას რომ საკუთარ თავს ძალიან დაუშავეთ და გინდათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეს ყველაფერი დღეს აი ამ ენერგიებში ხართ მეგობრებო კი თქვენ უკვე აცნობიერებთ რომ საკუთარ თავს ძალიან ბევრი დაუშავეთ იმით რომ სხვაზე ძალიან ბევრს ვნავდით და თქვენზე არა ყველაფერს აკეთებდით წყებისთვის და თქვენთვის არა და თქვენ გინდათ რომ ამის გამო საკუთარ თავს ბოდიში მოუხადოთ და აპატიოთ კი ძალიან ნანობთ მაგრამ არაუშავს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ამიტომ მივესალმებით თქვენს პოზიციას. ალბათ ასე იყო საჭირო რომ აქამდე მოსულიყავით, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გასცემდით და უკან არაფერს ღებულობდით. ეს იყო თქვენი ხო, ჩვენი დანაშაული ერთესმერე. მეც შევდივარ ამ პოზიციაში მეგობრებო, თუმცა მე ეს უკვე გავიარე. ხო.
ახლაც მაქვს რაღაცები დარჩენილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე ხვდები, რომ ხო, უკვე გამოსწორების გზაზე ვართ ამდგარი კი. ამიტომ თქვენს ამ პოზიციაში რადგან ხარ მოსულები, თქვენც უკვე ასე ხართ კი. აქ იყო ჩარევები, ეს გადავჩეხი კარტი და მაინც ამოვიდა, მეგობრებო. კი, აქ არის ჩარევები ადამიანებიდან და აქ არის მაგიური ჩარევები და საკუთარ თავში რწმენა რო დაგეკარგათ, საკუთარი ცხოვრება დაგეკარგათ, სტიმული დაგეკარგათ, გაურკვევლობაში რო ყოფილიყავით. ნახეთ რა წერია კარტს. სამე შაწელსტვა. ხო. საკუთარი სილამაზე რო დაგეკარგათ, საკუთარი ხედვა რო დაგეკარგათ, ყველაფერი რო დაგეკარგათ ის რაც თქვენი იყო. და რაშიც ეხლა რო ხვდებით რომ ეს თქვენი არ არის, აი ზუსტად აი მანდ ვართ რომ გამოდიხართ ამ ყველაფრიდან. ამ გაურკვევლობიდან გამოდიხართ და აი ზუსტად ესა რომ მიხვდით მეგობრებო რომ თქვენ არიყავით და ამიტომ გინდათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. გინდათ დაიბრუნოთ თქვენი მე. კი ბატონო და ეს ძალიან დიდ შედეგამდე მიგიყვანთ. ნახეთ ქვემოდან რა კარტია? სიყვარულის კარტი. ბლეთ ჩემო მეგობრებო, თვალი გაქვთ. ბუდიში და მამთქნა რა ძალიან მწარეთ და ძალიან დიდი თვალი გაქვთ და ესეც იმის არის რომ აქ ჩარევებია მეგობრებო, ნეგატივია თქვენზე, ამიტომ კი, თქვენ დაიბრუნებთ და თქვენ გიბრუნდებათ თქვენი აი ამ რწმენით, ამის აღიარებით, ამის მიღებით, ანუ უყურეთ, თქვენ ეს თქვენი პოზიცია უნდა გაიაზროთ, ვისაც არ გაქვთ ჯერ ეს ყველაფერი თავში აი გადახარშული, გააზრებული, თუ მიიღებთ ამ სიტუაციას, ეხლა რაც გაქვთ მეგობრებო და უბრალოდ გააცნობიერებთ იმას, რომ ნუ არაუშავს, ეს ალბათ ასე უნდა მოხდარიყო, ეს ჩათვალეთ თქვენს გაკვეთილად, აპატიეთ მეგობრებო და გაუშვით, საკუთარ თავს აპატიეთ და გაუშვით, ეს სიტუაცია მიანდეთ უფალს. ამის მიღება ძალიან წინ წაგწევთ. შეცდომა ვის არ მოსულია, არაუშავს. ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მეგობრებო და გამოვასწოროთ. ამიტომ ზუსტად იქ ხართ, სადაც საჭიროა. არ შეგეშინდეთ ამ ყველაფრის. კი, კარგისკენ მივდივართ, ჩემო ძვირფასებო, აპატიეთ საკუთარ თავს და გაუშვით ეს სიტუაცია. ასე რომ, ხო, კიდევ ერთი კარტი. აი მეგობრებო, აი მეგობრებო. ხა. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, გაუშვით ეს სიტუაცია და გეუბნებით ეს მეორეჯერ ამოვიდა, ოღონდ წეღან სხვანაირი კარტი იყო და ეხლა ეს. მეგობრებო, რომ აი ძალიან კარგ სიტუაციაში მოხვდებით, ძალიან კარგ წერტილამდე მიდიხართ. საკუთარ თავს უკვე თქვენ აწე არაფერსაც აღარ დაუშავებთ. თქვენ საკუთარ თავს აღარ გაიმედებთ ამისთვის. ძალიან წინ ხართ. თქვენი გამოცდილებით, რო ვთქვათ. კი და მოკლედ ეს არის ის, რაც თქვენ ძალიან დიდ შედეგამდე მიგიყვანთ. მეგობრებო, მიგიყვანთ ოჯახამდე, მიგიყვანთ თქვენი სურვილების ასრულებამდე. აი იმამდე, ზუსტად, სადაც თქვენ საჭიროა რომ იყოთ. ასე რომ, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, აი აქამდე მიდიხართ. თუ კი ბავშვის გაჩენა გსურთ და ასაკი გიწყობთ ხელს, ესეც ჩათვალეთ რომ გელოდებათ პარტნიორული ურთიერთობა, სადაც გექნებათ ჰარმონია, სიმშვიდე, ზრდა, მატება და გამრავლება. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგ ენერგიებში იქნებით და ხართ უკვე დასაწყისისთვის, ასე რომ არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება თავის დროზე. ეს ჩათვალეთ ერთ-ერთ გაკვეთილად, რაც გაიარეთ და გაუშვით. დღეიდან თქვენი ცხოვრება შეეცადეთ რომ შეცვალოთ. იგივე შეცდომებს თქვენ აღარ გაიმეორებთ, დარწმუნებული ვარ და ამით უფრო გავაუმჯობესებთ თქვენს ცხოვრებას და თქვენს მომავალს. ასე რომ ყველაფერი გექნებათ ძალიან კარგად და სულ ძალიან მალე. მოკლედ, მეგობრებო, საღამო მშვიდობის ყველა, აი, გადავჩეხი კარტი და ისევ ეს, მეგობრებო. ამ კარტს დავტოვებ. თქვენი ენერგიები, თუ ქალბატონები მიყურებთ, ქალურ ენერგიებში გადადიხართ, თუ მამაკაცები მიყურებთ,
მამაკაცურ ენერგიებში და სიძლიერეში გადადიხართ ჩემო ძვირფასებო. ეხლა არ მითხრათ რომ მამაკაცური ყოველთვის ვიყავიო, ეს ცუდად არ მიიღოთ ჩემგან, უბრალოდ თქვენს ენერგიებს იბრუნებთ სასიკეთოდ. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაიმე ცუდს გულისხმობ ჩემო მეგობრებო. ხო, ამიტომ უბრალოდ კარგი გაგებით მიიღეთ ჩემი ნათქვამი. მოგესალმებით ყოველთვის. მრავალჯერ ყველა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა ყველას ჩემთან ყოფნისთვის, ერთად ყოფნისთვის, მეგობრებო, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის, აი იმ სითბოს და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სტიმული და უღრმესი მადლობა ამისთვის ყველას. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი თემა არის რა? ეს რომ უნდა მოუბოდიშოთ საკუთარ თავს, ეს მაინც იყოს აქ. ხო, მოდი ჩვენი დღევანდელი თემა იყოს რა? რა შეიცვლება დღეიდან? აი ამ წუთიდან თქვენ ცხოვრებაში რა შეიცვლება? უღრმესი მადლობა თქვენ ყველას, გაიხარეთ. საღამო მშვიდობის მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. არასოდეს არ დავიღლები მადლიერებით სამყაროსთან, უფალთან და თქვენთან. ყველა კარგი ადამიანის მადლიერა, ადამიანისთვის მადლიერებისთვის არ დავიღლები მადლიერებით მეგობრებო. რა შეიცვლება აი ამ წუთიდან თქვენ ცხოვრებაში? აი ასე, ჩემო ძვირფასება. ხო. საკუთარ თავთან პატიებით, საკუთარ თავთან მობოდიშებით, რომ ძალიან ბევრი ტკივილი მივაყენეთ, ბევრი ტკივილის მიყენებაში გულისხმობ. არა იმას, რომ რაიმე დავაშავეთ მეგობრებო, ვინმეს დაუშავეთ, საკუთარ თავს რო დაუშავეთ ყველაზე მეტი. იმით რომ ძალიან ბევრი გავეცით და სანაცვლოდ არავინ არაფერი დაგვიბრუნა. აი ესაა საკუთარ თავის დაშავება, მეტი არაფერი. არავისთვის არაფერი წაგვირთმევია, არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, არ მოგვიპარია. ხო, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი გულკეთილობით, ჩვენი თავაზიანობით ძალიან დიდი სიყვარული და ენერგია გავეცით და ამით საკუთარ თავს დავუშავეთ. კარგებით სვივა მეგობრებო, თქვენ როგორ გონიათ? ხო, აი ნახეთ. ხო. დაგვიანების შიში, არაფერზე არ გეგონოთ, რომ სადმე დააგვიანეთ მეგობრებო. დრო ყოველთვის არის, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. არასდროს არ არის გვიანი მეგობრებო. არ იფიქროთ ის, რომ სადმე დაგაგვიანდებათ, ან საკუთარ თავთან ბოდიშის მოხდა არის გვიანი. ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია, ასაკის და მიუხედავად, დროის და მიუხედავად. ამიტომ ყოველთვის შეიძლება ურთიერთობის და სიტუაციის გამოსწორება. აი, უცებ რაღაცა ურთიერთობა წამომწდა. ხო, ყოველთვის შეიძლება ცხოვრების შეცვლა. გვიანი არასდროს არ არის არაფერი. მთავარია, რომ გავაცნობიეროთ გულით და სულით. ჩვენ თავთან მივიღოთ სიტუაცია და ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება მეგობრებო. ხო. კიდე. რა შეიცვლება აი ამ წუთიდან? ღამის უძილობა შეიცვლება მეგობრებო. პრობლემები შეიცვლება უკეთესობისკენ, აი რაც თქვენ კატასტროფა გეგონათ. ფინანსებში თუ გქონდათ პრობლემები მეგობრებო, ფინანსები მოგიგვარდებათ. თუ გქონდათ უძილობა ფინანსების გამო, ფინანსები მოგიგვარდებათ. თუ გქონდათ რაიმე გაუგებრობა, თუ გქონდათ უბედურება, თუ ნერვიულობდით საყვარელ ადამიანზე, თუ გქონდათ უძილობა საყვარელ ადამიანზე, რაც იყოს სიზნელეებთან და პრობლემებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი მეგობრებო, რაც თქვენ კატასტროფულად მიგაჩნდათ, ეს ყველაფერი არის გამოსწორებადი. არის ნერვიულოთ. კიდევ რა ხდება? რა შეიცვლება? ის შეიცვლება, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით, რა პრობლემებიც გქონდათ მეგობრებო, ვის რა გაქვთ, ვის ფინანსური აქვს, ვის მატერიალური აქვს, ვის ფსიქოლოგიური აქვს, ვის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვის რა გაქვთ მეგობრებო, ხო?
ვისაც რა გაქვთ. თქვენი პრობლემები ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. რასაც აქამდე ვერ ახერხებდით და არ ხერხდებოდა, ეს ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. კიდევ რა? ხვალინდელი, მეგობრებო. მთავარია თქვენ მოინდომოთ. მთავარია თქვენ გამოიჩინოთ ამის ინიციატივა. მთავარია თქვენ თავს შემოუძახოთ და სურვილი იქონიოთ ამის. ყველაფერი შეიძლება და შეგიძლიათ ჩემო ფასება. ხო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც შეგიძლიათ. რა შესაძლებლობები გაქვთ, თქვენ ძალიან კარგად იცით. უბრალოდ თქვენ საკუთარ თავს არ აფასებთ სათანადოდ. მოდი ასე ვიტყვი უხეშად. კი, ნებისმიერი პრობლემის განალახვა შეგიძლიათ. არ ვიცი, მაგრამ მე ვხედავ, რომ შეგიძლიათ. კი. კიდევ? ხო, არ გჯერათ საკუთარი თავის. ბატონო. ეხლა მინდა გითხრათ, თუ კი არ გქონდათ ოჯახის წევრებიდან დახმარება რაღაც თქვენ პრობლემებთან, ოჯახის წევრებიდან გვერდში დგომა და დახმარება გექნებათ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეხლა ეს თქვენთვის, მეგობრებო. იყოთ რომ მეც არ მჯეროდა ამის, მაგრამ ეს ნამდვილად გექნებათ. თუ აქამდე არ გქონდათ, მეგობრებო, აწი გექნებათ. თუ გჭირდებოდათ ოჯახის წევრებიდან დახმარება, კი. ოფიციალურად გექნებათ ოჯახის წევრებიდან დახმარება. ხო, მეგობრებო. თქვენ კიდევ რაღაც ისეც მოიფიქრებთ. თქვენ რაღაცას ისეც მოიფიქრებთ, ჩემო ძვირფასებო. თქვენი манипуляციებს ჩართავთ, რაც აქამდე არ გიქნიათ. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი. ნახეთ, ფიქრობთ, ეხლა ჩართული გაქვთ ფიქრის რეჟიმი. თუ როგორ გამოხვიდეთ ეხლა ამ სიტუაციიდან და მე გეტყვით თქვენ. თქვენ ისეთ რაღაცას მოიფიქრებთ, ჩემო ძვირფასებო, რომ გაგიკვირდებათ და გაოცდებით. კი. თქვენ შეგექმნებათ ისეთი სიტუაცია, ხა მე რასაც ხედავ აქ. ყურეთ? თქვენ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც გამოსავალი რაღაც მომენტში არ გექნებათ და მაგ დროს უცებ წამიერად რაღაც გაგიელვებთ, მეგობრებო. წამიერად რაღაცაზე უცებ დაფიქრდებით და იმ წამსვე მოგივათ გამოსავალი გონებაში. სასწაულს მოიფიქრებთ რაღაცას, მეგობრებო. მეგობრებო, მეუბნებით. უცებ ისეთ რაღაცას მოიფიქრებთ, მეგობრებო, რომ საერთოდ გაგებაში რო არ ხართ. გონებაში ისეთი რაღაცა გაგიელვეთ. ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც თქვენ ეხლა რის წინაშეც დგახართ. ისეთ რაღაცას მოიფიქრებთ და გააკეთებთ, რომ საერთოდ გაუცდებით, ეს მე ვქენი? ამას იტყვით, ეს მე გავაკეთე? ხო. ასე, ამას იზამთ, მეგობრებო, მე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მე გარწმუნებთ. ხო. ამ უძრაობიდან გამოხვალთ. ამ უმოქმედობიდან გამოხვალთ. ხო, გამოხვალთ. მოგეცემათ რაღაც ბრძოლის უნარი. გეუბნებით, მეგობრებო, მეგობრებო. ისეთ მოქმედებას მოიმოქმედებთ, რომ ამ უმოძრაობიდან გამოდიხართ და გადადიხართ პირდაპირ არ მოქმედებაში, მეგობრებო. ძალა მოგემატებათ, რაღაც გამბედაობა მოგემატებათ, რაღაც უცებ რაღაც წამიერად, მეგობრებო. და თქვენი სტაბილურობა. არ ვიცი, მაგრამ კი ბატონო. კი ბატონო. მოდით კიდევ შეიძლება იყოს ისიც, მეგობრებო, რომ რაღაც აზრი მომდის, მაგრამ ეხლა მაინტერესებს. ბალანსი. თქვენ ამ ყველაფრიდან იპოვით ბალანსს, საკუთარ თავთან იპოვით ბალანსს და რაც მოგცემთ წინ ხედვის ძალიან დიდ შესაძლებლობას. ყურეთ, ეხლა იმდენად ხართ გონებრივად გადაღლილები, მეგობრებო, ხო გეუბნებით. ამ წუთას, რასაც ვამბობ, ეხლა თქვენთვის არის შეიძლება გაუგებარი, მაგრამ დადგება ის მომენტი და ის წამი, რაღაცნაირი წამი, რომელიც თქვენს გონებაში წამიერად რაღაცა გაიელვებს და ეს მოგცემთ ძალიან დიდ სტიმულს და ძალიან დიდ ბალანსს. ეს მოგიტანთ რაღაც ძალიან დიდ გამარჯვებას. მე არ ვიცი ეს რა არის. მე ამას ვერ გეტყვით ახლა. ეს რაღაც მოხდება თქვენს გონებაში უცებ.
მე გადავჩეხე კარტი, ქვევიდან სასიამოვნო რაღაც იყო, მაგრამ მაინც გადავჩეხე. აინტერესებს რა სიტუაციაში ამოვა. ხო, ეს გავარკვიეთ უკვე. რაღაც სიტუაცია, რაღაც გონებაში გაელვება. ძალიანაც კარგი, კარგით. კიდევ რა შეიცვლება, აი ამ წუთიდან, კიდევ რა შეიცვლება მეგობრებო. რა შეიცვლება კიდევ? აი არ ვიცი, ეს არის წარსული პარტნიორი, რომელსაც დაცირდით რაღაც გაუგებრობით, ჩხუბით, უთანხმოებით, ურთიერთობის გაწყვეტა. ურთიერთობის გაწყვეტა. ერთი წუთით. ხო, ეს ადამიანი ძალიან უსამართლოდ მოგექცათ, ამბობს კარტი. ამბობს კარტი იყო უსამართლობა, იყო უპატივისცემლობა, იყო ეშმაკობა, იყო ტყუილები ადამიანიდან. ამ ადამიანიდან მოტყუდით. ეს შეიძლება იყოს 35-40 წლამდე ადამიანი. მეგობრებო, ვისთან 35, ვისთან 40, ნუ პლუს მინუს, ხო? ზუსტად თუ ვერ დავაჯენ ასაკში, პლუს მინუს 5 წელი იქეთ-აქეთ მეგობრებო. 35-40 წლამდე ასაკის ადამიანიდან. ხო, აი ძალიან დიდი უსამართლობა გქონდათ ამ ადამიანიდან, მაგრამ ნახეთ, რაღაც სიტუაცია უნდა შეიცვალოს, განაჩენი. ხო, განაჩენი. რაში მდგომარეობს ეს განაჩენი, მეგობრებო? ერთი წამით. ამ ადამიანმა სადაც დასვა წერტილი თქვენს ურთიერთობაში და იყო უსამართლობა მისგან, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ადამიანისთვის, ამ ადამიანიდან და თქვენთვის იყოს მიუღებელი ის, რომ ძალიან ბევრი აუხთენელი ოცნებად მიგაჩნიათ, ბევრი არადა აუხთენელი ოცნებად მიგაჩნიათ ეს ადამიანი ასე ფიქრობს, თუმცა მე აქ ვხედავ იმ სურათს, რომ ეს ადამიანი თითქოს გადაწყვეტილებას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ცხოვრებაში ისე დაბრუნდეს, აუხთენელი თავისი ოცნებისთვის იბრძოლოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ რატომღაც მისი საკუთრება ხართ, არავის არ დაუთმობს თქვენ თავს და ანუ ამბობს იმას, რომ მე ამისთვის ვიბრძოლებ, წერტილი და всё. ხო, ეხლა არ ვიცი, აქ არ გამომიხდეთ. დაბატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რატომღაც ეს ადამიანი გააქტიურდება თქვენსკენ. აბატონო, ამ ადამიანს უნდა რომ აი თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან გააქტიურებით, თქვენთან შემოbrunებით, თქვენთან ბედის ისევ კიდევ ცდით, ეს ბედის ცდის კარტია. ამ ადამიანს ძალიან ბევრი აუხთენელი ოცნება აქვს თქვენთან დაკავშირებით. ნუ არ ვიცი ხა თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ეს სამართლიანად, მაგრამ თვითონ ასე ფიქრობს. ხო, შეიძლება ეს ადამიანი მესაც ფიქრობს, რომ ძალიან უსამართლოდ მოგექცათ და ძალიან ბევრი მოგატყუათ და ამ ადამიანს უნდა რომ ის აუხთენელი ოცნებები აგიხდინოთ, რაც მან დაგპირდათ. მოდი ამასაც ვიტყვი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენთან შემოაბრუნოს სიტუაცია. აბატონო, ესეც შეიძლება იყოს. ხო, მეგობრებო, და მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით, ხო, ამ ადამიანს უნდა ურთიერთობაში დაბრუნება. ვისთან როგორ და ვისთან როგორ. კიდევ რა, აი უნდა დაბრუნება მერე. კიდევ რა. ხო, მეგობრებო, კიდევ ბედის ბორბალი. მოდის ადამიანი, ძალიან დიდი სურვილით და ემოციით მოდის, სიყვარულზე საუბრით მოდის, ბალანსისთვის დარწმენით მოდის, ახალი ეტაპის დაწყება უნდა, ურთიერთობის გაახლება უნდა. კი ბატონო, მამაკაცებო შემოაბრუნეთ თქვენსკენ იმ გაგებით, რომ თქვენს პარტნიორს უნდა თქვენთან გაახლება ურთიერთობის, სავარაუდოდ ხო, ეხლა მე არ ვიცი თქვენთვის რა მისაღებია, გინდ ქალბატონებისთვის, გინდ მამაკაცებისთვის, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვის უნდა და ვის არ უნდა, მეგობრებო, ერთმანეთის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც არ უნდა არ მიიღებს, ეს ყველა თითოეულის გასაგებია და მისაღებია ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, ამიტომ ეს ადამიანი კიდევ ეცდება. კი, მოსალოდნელი, მოულოდნელი ვოიაჟი და ამბები. პრობლემების დასრულება, გადაჭრა, მოახლოება, კულმინაცია,
ხო, აქამდე თუ ცუდად იყო საქმე, ეხლა წავა კარგად, აი ეს კარტი, ეს ორი კარტი ნიშნავს ყველაფერ კარგს, მეგობრებო, ნუ მართლა თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ, გინდათ მიიღეთ ეს სიტუაცია, არ გინდა არ მიიღეთ და გაუშვით გულთან არ გაეკაროთ, იმიტომ რომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ გულის ტკივილს მონიჭებულს და მიღებულს ამ ადამიანიდან ეს თავშიც ითქვა აქ და აქაც ვხედავ ტაროს დასტაში მეგობრებო, უბრალოდ ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ ამ სიტუაციას გაატარებთ თუ არა, მე ამას ვერც დაგაძალებთ და ვერც მოგიშლით. ამიტომ უბრალოდ მე რასაც ვხედავ, ის არის რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ ისევ სადოს ბედი თქვენთან. ხო, ნუ რა ვიცი, ვისთვის მისაღებია და ვისთვის არა. ძალიანაც კარგი. ბევრი მიიღებს ამ ადამიანს, იმიტომ რომ თავისი ენერგია დაიბრუნოს და მერე დააპანჩუროს. მოდი ასე ვიტყოდი, უხეშად, მაგრამ მომიტევეთ. ხო, ბევრი მიიღებს და დაიბრუნებს, მაგრამ მოდი ვკითხოთ ახლა. მოდი აბა ვკითხოთ მეგობრებო. თუ ღირს ამ ადამიანის დაბრუნება, აი თუ ღირს ამ ადამიანის მიღება უკან. მეგობრებო, თქვენ გიღირთ. მეგობრებო, თქვენ გიღირთ. თქვენ ელოდებით ამ ადამიანს, ბევრი თქვენთაგანი ელოდება, თქვენ ამ ადამიანის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ ცხოვრება. აი თქვენთვის სიბნელეა ამის გარეშე. ბევრ თქვენთაგანს უნდა მეგობრებო. კი, ბევრ თქვენთაგანს ამ ადამიანთან ქორწინება უნდა და ელოდებით. კი. და ეს ადამიანიც მოდის. ბევრი არის აი ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია გაქვთ, აი გადაფსკვნილები ხართ ერთმანეთზე რა ვიტყვიან. თქვენც და ისიც. ხო, აი ქვენდან რა კარტია. ხო. გიყვარს მაიო ხერი. ხო, ნუ რა ვქნათ მეგობრებო. ყველას გაგიმარჯოთ თქვენს ამბავში და გაგებაში, თქვენს გადაწყვეტილებაში. ჩემთვის მისაღებია ყველა თითეული თქვენთაგანის გადაწყვეტილება, კიც და არაც. გაგიმარჯოს თქვენი ცხოვრების გზაზე ყველას თითოეულ თქვენთაგანს მეგობრებო. მე მინდა ვკითხო ეხლა ტაროს დასტას. სამყაროსთვის როგორაა თქვენი ურთიერთობა მისაღები? აი, თქვენს ურთიერთობას როგორ გამართლებას დაარქმევდა სამყარო? აი თქვენ ხართ რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება დამჭა რომ ძალიან განსხვავებულები ხართ მეგობრებო. იცით რა, აი რა ხდება ახლა თქვენ შორის მე გეტყვი. რომელიმე თქვენთაგანი, ან თქვენი პარტნიორი, უფრო თქვენი პარტნიორი. აი როგორ მოლაპარაკება არ იცის ამ ადამიანმა. აი განსხვავებული ინტერესები გაქვთ. სულ სხვანაირი ხართ, ის სულ სხვანაირია. კონფლიქტობთ, აი აგრესიაში გადაგდით თან, აი ერთმანეთთან მუშაობის შესაძლებლობა არ შეიძლება, აი შეუძლებელია, ხო, შეთანხმება ერთმანეთში. მე ვფიქრობ, რომ უფრო თქვენი პარტნიორი. ნუ ვისთან როგორ მეგობრებო, ახლა მაპატიეთ, მაგრამ ვისთან როგორ, ხო? ვისთან როგორ? ხო, ამიტომ იკარგება თქვენი ურთიერთობა. ამიტომ თქვენი პარტნიორი უფრო თქვენ გკარგავთ. მოდი ასე ვიტყვი. ამიტომაა შესაძლებლობა იმის აი დაკარგვის. ხო. როგორც ხედავს სამყარო. ხო, ერთი და იგივე, შეცდომები, ერთი და იგივე მეგობრებო. თითქოს რაღაცას გატყუებთ თქვენი პარტნიორი. არ ვიცი რას გატყუებთ, მაგრამ რაღაცას თითქოს მაიმუნებს. მოდი ასე ვიტყვი. ხო, აი ამიტომ ხართ მე ასე თქვენ ხმლებში. კი, გინდათ ერთია, ელოდებით ერთია, მაგრამ არ გაკმაყოფილებთ მისი საქციელი. თქვენ ხვდებით, რომ იმას არ აკეთებთ, რაც გჭირდებათ ურთიერთობაში. ამიტომ გეუბნებით, თქვენ ძალიან ბევრს dobdit. ამისთვის ძალიან ბევრს ცდილობდით და ამით აყენებდით თქვენ თავს ყოველთვის ზიანს. იმიტომ ხართ ახლა ესე ხმლების პოზიციაში. აი, იმიტომ დავტოვე, აი ეს ორი კარტი მეგობრებო. ხო. ამ ადამიანთან ფაქტიურად შეუძლებელია თქვენს პარტნიორთან მეგობრებო. ხო. თქვენ ხართ უფრო შორს მჭვრეტელი ადამიანები, ვინც მიყურებთ ახლა, უყურეთ რა ხდება მეგობრებო. თქვენ ჯერ ფიქრობთ და მერე აკეთებთ.
ანუ სანამ რამეს იტყვით, ჯერ ფიქრობთ. ჯერ გაზომავთ, გაწომავთ, გადაზომავთ, ხო? გადახარშავთ გონებაში ხო არ ეწყინება ამას, როგორ ვიტყვი, როგორ იქნება ჩემი ნათქვამი, ხო? ანუ 10,000 ჯერ გაზომავთ. და ერთხელ გაჭრით. თქვენი პარტნიორი პირიქით, ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ხო. არ გაკმაყოფილებთ მისი ესეთი სიყვარული. აი რაღაც არ გაკმაყოფილებთ მისი. კი, მეგობრებო, მესმის რომ სიყვარული აქვს. კი, აი რაღაცნაირი, მაგრამ აქვს. მოსვლა უნდა მჯერა, ურთიერთობა უნდა მჯერა, ოჯახი უნდა მჯერა, ბედნიერები ხართ ერთად მჯერა, მაგრამ აი რაღაცას მაინც არ აკეთებს ისე, რაც საჭიროა. ხო, ამიტომ არაა სრულყოფილება ურთიერთობაში. უბრალოდ სრულყოფილება არა ურთიერთობაში, იცით რატომ? თქვენ მაინც უფრო ბევრს დებთ ვიდრე ის. ჩვენ ეს სიტყვა ჩვენ ურთიერთობაში არაა. აქ არის მარტო თქვენ. ანუ უყურეთ, თქვენგან მოდის მარტო მე. თქვენი პარტნიორიდან მე არ მოდის, შენ არ მოდის, ჩვენ არ მოდის. არაფერი არ მოდის მისგან. ის მარტო ითხოვს. თუმცა მასაც აქვს სიყვარული. კი, მაგრამ ის ითხოვს, უფრო ღებულობს თქვენგან. ამიტომ თქვენგან მიაქვს ყველანაირი რესურსი მიაქვს, მეგობრებო. ამიტომ ხართ თქვენ გულნატკენები, ძალა გამოცლილები, ენერგია გამოცლილები. ხო. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა თქვენ. თქვენ უფრო მეცდებთ ვიდრე თქვენი პარტნიორი. ამიტომ ესე არ გაგრძელდება. არ შეიძლება მესმის რომ სიყვარული აქვს, მაგრამ აი რისი თქმა უნდა არ გაჩვენებთ ამ სიყვარულს თვითონ. არ ამბობს ამას სიტყვით. აი თითქოს და რაღაცნაირად მალავს. ვის უმალავს არ ვიცი, მაგრამ ხო, მალოს და იყოს, ჭიდვას ჯიბეში და იაროს. ხო. აი ესაა ზუსტად ამ სტიმულს გიკარგავთ, იმედს გიკარგავთ, აი შესაძლებლობებს გიკარგავთ, გეგმებს გიკარგავთ, აი ხო, აი სასიცოცხლოს, არსებო წყაროს ყველაფერს გიკარგავთ, მეგობრებო და თქვენ რჩებით დაზარალებული და აიღალეთ ამ ყველაფრით. ორიელი. შესასწავლი ხარ პოსტა. ხო, ეძებე მორიელი, ეძებე, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ზუსტად. უყურეთ მეგობრებო. აი თქვენი პოზიცია, აი ეს კარტი რას ამბობს? ის რაც გაეცით, იყო ეს სიახლეები და დაგიბრუნდათ აი ეს ცუდად. ანუ ის რაც გაეცით არ დაგიბრუნდათ. ანუ ეს არის ცუდი დასაწყისი, გეგმები, მიზნები, რომლებიც არ განხორციელდა. ის რაც გაეცით არ დაგიბრუნდათ. აი ესაა თქვენი. არ ამიტომ გინდათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ. ხო, ბევრი თქვენთაგანი მიიღებს, ბევრი თქვენთაგანი არ მიიღებს. ხო. სამყარო ხედავს იმას, რომ რას მაინც მინდა ვკითხო კარტს. როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას, თქვენი ურთიერთობის მომავალი. შანსის არ გამოყენება ისე და ისე თქვენი პარტნიორიდან. როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას სამყარო? ხო, აი მეგობრებო, ნუ ეხლა შეხედეთ. ეს პირველი კარტი იყო შანსის არ გამოყენება თქვენი პარტნიორიდან და აი ესეც იგივე რომ უფლების ცუდად გამოყენება. ხო, ამ ადამიანს უნდა რომ თქვენზე გქონდეს დიდი ძალა. ხო, თქვენზე უნდა რომ ანუ მართლობა უნდა რომ მას გქონდეს ურთიერთობაში. ანუ ხო ხვდებით? რასაც გულისხმობ. ხო. ყველაფერი მიაქვს ამ ადამიანს, თქვენი სასიცოცხლო ენერგია მიაქვს, თქვენი ძალა მიაქვს. ეს ხართ თქვენ, მეგობრებო. ხო. და მას უნდა სრული კონტროლი საკუთარ თავზე. მას უნდა რომ კონტროლი იყოს მასზე. ხო.
როგორც ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას და მაინც კიდევ მესამეჯერ ვეკითხებით და მეოთხეჯერ და პასუხს არ მცემს მეგობრებო. დაბრკოლებები და შეფერხებები. მეგობრებო, მოდი ასე გეტყოდით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც უნდა გააკეთოთ. ეხლა მიუხედავად იმისა, ვინც მიყურებთ, თუ ქალბატონები მიყურებთ, თუ მამაკაცები, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ქალბატონები მიყურებთ, აქ კი ხატია მამაკაცი, მაგრამ ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უყურეთ ეხლა. ეს ადამიანი თუ კი თავის გონება გამჭრიახობას, რომელიც აქვს და აქვს მას ეს გონება გამჭრიახობა აქვს მეგობრებო. ხო, სასიკეთოდ არ გამოიყენებს თქვენს მიმართ. გონივრულად თუ არ გამოიყენებს მეგობრებო, ამს თქვენს ურთიერთობაში თუ გონივრულად არ იმოქმედებს და სათანადოდ არ მოგექცევათ ეს ადამიანი, ხო? ამას თუ არ გაიაზრებს, რომ თქვენ სათანადოდ არ მოგექცევათ, სათანადოდ არ დაგაფასებთ, თქვენს სიტყვას არ გაითვალისწინებს, თქვენს დამოკიდებულებას, ანუ ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ, ხო? ყოველთვის იქნება დაბრკოლება და შეფერხებები. ხო, ამ სიტუაციას თუ არ გამოასწორებს, მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ თქვენ აიღებთ თქვენ ცხოვრებას ხელში, რაც უკვე აღებული გაქვთ. რასაც ვხედავ, რომ უკვე აღებული გაქვთ, ეს არის პასუხისმგებლობა და ეს ხართ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები ხართ, ძალიან მიმზიდველები ხართ, ძალიან თბილები, ძალიან მეგობრულები, ძალიან გამგებიანები. ადამიანი, რომელიც გამოხატავს ყველას მიმართ სითბოს და სიყვარულს, რაც გღუპავთ თქვენ ყოველთვის, მეგობრებო, ესა თქვენი დამღუპველი პოზიცია, რაც თქვენზე ძალიან ცუდად აისახება. თქვენ მაინც გააკეთებთ იმას, რომ საკუთარ ცხოვრებას აიღებთ ხელში. კი, იქაც ამოვიდა манипуляციები, რაც თქვენ უკვე იცით, რაც უნდა გააკეთოთ. იგივე უნდა გაუკეთოთ თქვენს პარტნიორს, მეგობრებო. აი ეს. ხო. აბარა, ცხოვრება ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ, მურიელი. ყველაფრის და მიუხედავად ვაგრძელებთ ცხოვრებას. აბატონო, თქვენი ცხოვრების ხელში აღება, საკუთარ თავთან მუშაობა, საკუთარ თავის ინტერესები, საკუთარი სურვილები, საკუთარი ოცნებები, ყველაფრის გაკეთება საკუთარი მიზნებისთვის, რატომაც არა. აბარა. ხო. ეს პარტნიორი თუ მოვა და მიიღებთ თქვენი გადასაწყვეტია და თუ არ მოვა და კიდევ თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო. ასე რომ რას გირჩევს სამყარო? კი, თქვენთვის ახლა ეს სიტუაცია გაუგებარია. თავს გრძნობთ ძალიან დაუფასებლად. ძალიან მეტი მოგივიდათ გაცემაში, მეგობრებო, ამიტომ ხართ გაუგებრობაში. მაგრამ არასოდეს არ არის გვიანი. ხო, სამყარო, მეგობრებო, აი წახანდელი პასუხი ახლა ამოვიდა სამყარო. ქვემოდან რო იცოდეთ რა კარტია. ქვემოდან რა კარტია. ჩავაბრუნე ქვევით, მეგობრებო. ხო, აი სამყაროს თითქოს შეიძლება რაღაც რწმენაც აღარ გქონდათ უკვე. ფიქრობთ ალბათ, რომ სულ მე რატო ვიტანჯები? კაცო, ღმერთო, სულ მე რატო ვარ აი დაჩაგრული? რატო არ მიმართლებს? აი ამას რო ამბობთ, ესეც სამყაროსთვის არის, მეგობრებო, რწმენის დაკარგვა. ხო. არასრულყოფილების შეგრძნება, გულგატეხილობა და ხო, აი ყოველთვის, როდესაც ამას ფიქრობთ, აი ზუსტად ესეც ერთ-ერთი საყვედურია სამყაროს მიმართ, რომ რწმენა აი სულ მე რატო დაკარგული გაქვთ რწმენა. აი ნუ რა, აი, მეგობრებო. შეხედეთ?
მეგობრებო, ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ქალბატონებო, ჩემო ლამაზებო. ეხლა რა ხდება აქ? ეს ხართ თქვენ. ესაა თქვენი პარტნიორი. ესაა არასრულყოფილება და გულგატეხილობა ურთიერთობაში, სადაც არის განუხორციელებელი ძალიან ბევრი გეგმები და რწმენის დაკარგვა. თქვენ არ გწამთ თქვენი პარტნიორის და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც თქვენ პარტნიორს წამთ თქვენი, მაგრამ უყურეთ აქ რა ხდება, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შეხედეთ. ახლა მიხვდებით რისი თქმაც მინდა, ხო? თქვენი პარტნიორი იხედება თქვენსკენ. თქვენ აღარ იხედებით უკვე მისკენ. ხო. აი, აქამდე ამაშია საქმე. აი, მაშინ როდესაც თქვენ დაკარგეთ ამის მიმართ გრძნობა. გრძნობა არა, არ გაქვთ დაკარგული, ნდობა. რწმენა, აი, ინტერესი, კი, გიყვართ, მაგრამ უკვე აღარ გინდათ, ხო რა, ანუ აღარ გინდათ უბრალოდ, ხო? აღარ იხედებით უკვე მისკენ, მეგობრებო. აი, ეხლა იხედება თქვენი პარტნიორი თქვენსკენ. ეხლა დაგაფასათ თქვენმა პარტნიორმა. ეხლა მიხვდა თუ რას კარგად. ეხლა მიხვდა თუ რა ძვირფასი ხართ მისთვის. ეხლა. ხო, აი ეხლა. ეხლა მეგობრებო. დავქნა და ეხლა. ეხლა მიხვდა. რომ შეაქციეთ თქვენ ზურგი, რომ თქვენი ცხოვრებით დაკავდით, რომ საკუთარ თავზე გადაერთვეთ, რომ დამშვიდდით, რომ უკვე აღარ ხართ აი ემოციებში, აღარ აჩვენებთ ამ სიყვარულს, ამ დიდ გრძნობებს, აღარ აჩვენებთ ამ ადამიანს. თქვენ ძალიან შეიცვალეთ. ეხლა მიხვდა რა დაკარგა. ეხლა მიხვდა რომ არასრულყოფილებაში იმყოფება. ეხლა მიხვდა თუ რამხელა ძვირფასი ხართ თქვენთვის. აი ეხლა მეგობრებო ზუსტად. აი ეს უნდა ყოფილიყო ზუსტად. თქვენ თქვენი თავის ფასი გესწავლათ და ამ ადამიანს თქვენი დაკარგვით ესწავლათ თუ რა ძვირფასი ხართ მისთვის. ზუსტადაც. ზუსტად ის მოხდა რაც უნდა მოხდარიყო. აი ზუსტად. ეხლა იმტვრიოს ტვინი. ეხლა თვითონ არასრულყოფილებაში, ეხლა თვითონ აგულგატეხილი, ეხლა ის რომ უარი თქვა, უყურეთ ეს კარტი რატომ მიყვარს. აი ესე დანაკარგი. ეს კარტი არის ჯვრისწერის, ეს კარტი არის თავაზიანობის, გულკეთილობის, მოკრძალების, აი სიყვარულის, სითბოს, ყურადღების, სულიერების და მადლიერების. აი იმის რომ აი ეგერ მამაო, აგერ ორივე ერთად გახარ ჯვრისწერად. აი ეს რო შეიძლებოდა ქონოდა, ხო? ეს აღარ აქვს. ეხლა მიხვდა. რაზე თქვა უარი, რას შეაქცია ზურგი, რა და სად მოვიდა შეცდომა. ხო, აი ზუსტად. ხო. აი ეს, ზუსტადაც. აი, სადამდე მივიდა, დანაკარგებამდე. ნახეთ, რამდენი შანსი გაუშვა თქვენმა პარტნიორმა? რამდენჯერ მიეცით შანსი ამ ადამიანს, მეგობრებო? სანამ არ ჩაგიკაკუნათ კარგად სამყარომ თავში, ანამდე ვერ მიხვდით, რომ საკუთარი თავი დაგეფასებინათ. იმდენად აპატიეთ ამ ადამიანს. იმდენი აპატიეთ ამ ადამიანს. იმდენი შეცდომა დაუშვით. იმდენი აი საკუთარი სხეული და სული დაანაკუწეთ. ხო ასე იყო. ხო, უკვე ძალაც აღარ გაქვთ. სიყვარულის ნატამანი აღარ გაქვთ, მეგობრებო. სიყვარულის ძალაც აღარ გაქვთ. დაიღალეთ, აღარ გინდათ უკვე. სიყვარულიც აღარ გინდათ უკვე, მეგობრებო. ისე ხართ დაღლილები. ხო. და აი თქვენ რო დაიღალეთ და თქვენ რომ ამ ადამიანს უკვე ზურგი შეაქციეთ და თქვენ უკვე საკუთარ თავს მიეცით იმის პირობა და აქ აძლევთ იმის პირობას, რომ აპატიოთ ეს ყველაფერი და თქვენ უკვე გაუშვით ეს ყველაფერი და ქალურ ენერგიებს იბრუნებთ, ქალბატონებო. ახლა მიხვდა თქვენმა პარტნიორმა რა დაკარგა. ხო. არაუშავს თქვენ ამ ძალებს აღიდგენთ, მეგობრებო, უბრალოდ სხვანაირი იქნებით უკვე. ხო, ისეთი გულუბრწყვილო აღარ იქნებით. ისეთი სიყვარულს უკვე აღარ შეხედავთ, მეგობრებო. იტყვით, სიყვარული რა ხელია? სიყვარული ვიღას უნდა.
აი რუსებს აქვთ ძალიან კარგად ეს ნათქვამი. Любовь любовью, но кушать хочется. Всё. მორჩა კინო წავიდა სახლში. დამთავრდა. აი ასე. ხო. სიყვარულია, მაგრამ ცხოვრება მინდა, ჭამა მინდა, სმა მინდა, ჩაცმა მინდა, დახობა მინდა, გულავი მინდა. ამეღამ ვერ მოგართვი ლანგრით. ნინა, ამეღამ ლანგრით ვერ მოგართვი ჩემო კარგო. მაპატიე? ხო, ალბათ ასე იყო საჭირო. ხო. აბარა. ნუ რა ვქნათ, ყველაფრის ხალის ვკარგავთ. არა, იცი რა, ხალისითაც არა, სერიოზულად უნდა მივუდგეთ ჩვენ ცხოვრებას, მეგობრებო. სიყვარული იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე დაგუჭოთ თვალი. სიყვარულის უმოწყალოდ გაცემა არ შეიძლება თქვენგან. ეს თქვენ გაეცით. სიყვარული როგორ არ უნდა გაცეთ, მაგრამ იმდენი კი არა, რომ საკუთარი თავის სიყვარული დაგავიწყდეთ. მეგობრებო, აი ეს გქონდათ თქვენ დავიწყებული და დაკარგული. საქმეც მაგაშია. საკუთარი თავის სიყვარული დაგაკარგვინათ ამ ადამიანმა. ხო. აი ასია საქმე, თორე სიყვარული როგორ არ სიყვარულს რო დაკარგავ ადამიანი, ის ადამიანი ცოდვა როგორ შეიძლება, მაგრამ აი იმდენი არ უნდა გასცე სიყვარული, რომ საკუთარი თავის სიყვარული აღარ გქონდეს. აი ეს გქონდათ თქვენ, მომიტევეთ, მაგრამ აი ზუსტად ეს გქონდათ თქვენ. საკუთარი თავის სიყვარული გქონდათ დაკარგული. და ამანი მხელა დიდი ტკივილი მოგაყენათ, რომ აი არ ვიცი, სული და ხორცი დაგინაკუწათ მეგობრებო. ხო, აი ასე, კი? ასეა. ამიტომ რჩევა თქვენ. ხო, ეს არის ფარულობის კარტი. სიყვარულის კარტი. თქვენ ვიღაც თქვენ ვიღაცას გყავთ ფარული თაყვანის მცემელი. ახლა ეს მინდა ვთქვა. ხო. თქვენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც უკვე შემოსულია, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი ახლა რამდენად ახალი პარტნიორი, ახალი ადამიანი, ახალი ნაცნობობა ცხოვრებაში არის ან შემოდის. ეს თქვენ ჯერ არ იცით, ძალიან თბილი და სათაყვანებელი ადამიანი. ეს თქვენთვის ჯერ უცნობია, კვერთხების მეფე. ამ ადამიანს ექნება ან აქვს უკვე გრძნობა, ემოცია აქვს უბრალოდ, აი თითქოს რაღაცა ემოციით შემოგციცინებთ. ეს არის ნასწავლი, ნაკითხი ადამიანი, ახალი ადამიანი მეგობრებო. ნასწავლი, ნაკითხი, ძალიან პასუხისმგებლიანი, გულკეთილი და ამ ადამიანს რაღაც თავისი პროფესია აქვს. თავისი საქმის პროფესიონალი, თავისი საქმის პროფესიონალი. შეიძლება იყოს ბიზნესით დაკავებული და მოკლედ ხო რაღაცა აქ ამ ადამიანს თავისი. ძველი მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია სპონტი გაქვს, ხო? რა პრობლემაა? ეს თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ხო, აი რაც თქვი ზუსტად მაგი ამოვიდა აქანე. მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნიაო. თუმცა ამ ძველთანაც ძალიან ცუდად ხართ მეგობრებო. ძალიან დაიღალეთ უბრალოდ ამ ყველაფრით. არავინ აღარ გინდათ, საქმეც იმაშია. არავინ აღარ გინდათ. აქ არის ის, რომ საერთოდ ამ თემას თქვენ გადადებთ ცოტა ხნით. ან უმჯობესია გადადოთ.
ხო, ამიტომ თქვენ არაფრის ზალა არ გაქვთ ამ ეტაპზე. კი. უსაშველოა. ხო, უსაშველოა, ნუ რა ვქნათ ახლა, არის უსაშველო კი. თქვენ ახლა ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთოთ, მეგობრებო, უბრალოდ მართლა საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ, აი თქვენი დაკარგული ძალა და ენერგია უნდა დაიბრუნოთ, თქვენი ქალორობა უნდა დაიბრუნოთ, თქვენი სილამაზე უნდა დაიბრუნოთ და აი ხო. უბრალოდ ახლა თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს ცოტა შორიდან უყუროთ, დამკვირვებლის როლი მოიდგოთ. ხო, მე თქვენ არ გეტყვით ახლა იმას, რომ ამ ადამიანს ხელი კრათ. არც იმას გეტყვით, რომ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, გელოდებოდი და სად იყავი, აქამდე მოდი და აი ხო, ასე ხელებ გაშლილი მიიღოთ, არც ამას არ გეტყვით, მეგობრებო. იმიტომ რომ ესეც არ შეიძლება. ხო, უბრალოდ მოირგეთ დამკვირვებლის როლი და ამავდროულად თქვენს ენერგიის შევსებაზე იფიქრეთ. არაფერი არ გააკეთოთ, მეგობრებო. არაფრის შეცვლა არ ეცადოთ. ხო, არაფრის შეცვლა არ ეცადოთ. ხო, უყურეთ ახლა რა ხდება. უბრალოდ მოირგეთ დამკვირვებლის როლი და აქამდე თუ კი ძალიან რთული სიტუაცია იყო და მე ვხედავ რომ მართლაც არის რთული სიტუაცია, ხო? ეს ყველაფერი შეიცვლება. ტენდენციის შეცვლა. მეგობრებო, თუ აქამდე იყო ბალანსი დაკარგული, ეხლა შეიცვლება უკეთესობისკენ. ხო. მეორეა კიდევ, ეს ადამიანი თუ კი წასასვლელია თქვენგან, აუცილებლად წავა, თქვენ რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ხო გეუბნებით, არაფერი არ გააკეთოთ. აქ ვხედავ მე კიდევ კი არეულ დარეულობას, წარსულზე ფიქრს, გეგმების შეუსრულებლობას, რომლებიც გინდათ და თქვენ ვერ ახერხებთ, უბრალოდ ერთადერთი ისა კიდევ გავიმეორებ. გადაერთეთ საკუთარ თავზე, უბრალოდ მოირგეთ დამკვირვებლის როლი, შიგადაშიგ აკონტროლეთ ეს სიტუაცია, მეგობრებო. ხო, ამ მითქმა მოთქმულ ამბებს არ უყუროთ, არ უსმინოთ, ვინ რა სიტყვის, ვინ რა იფიქრებს. ხო, ამაზე არ ინერვიულოთ, ხო. ამიტომ ნახეთ რა ხდება, თქვენ დაგასაკვირად, მოულოდნელად ეს ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. აბატონო? აბატონო? ხო, ეს სიტუაცია ყველაფერი მიანდეთ უფალს და ეს ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ ოღონდ. ხო, თავარია თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. აბა ნახოთ კიდევ რა. ხო, კიდევ ის რომ რაც ვთქვი იგივე. დაისვენეთ თქვენ ახლა გესაჭიროებათ ძალების აღდგენა, ფინანსების დაბრუნება, ხო, საკუთარ თავზე გადართვა, საკუთარი თავი უნდა წამოაყენოთ ფეხზე, უნდა ის ნაბიჯები, რაც თქვენთვის გინდოდათ, თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რაც აქამდე იყავით დაბრკოლებებში, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოიხსნათ ეს ბორკილები და იმოძრავოთ თქვენთვის, მეგობრებო. და ხო, აი მეგობრებო, ეს დანაკარგები, ეს ყველაფერი მიდის და ეს არის გრევები, რაც დაინგრა და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი და ამისთვის იყო მზადება თქვენი, ეს ყველაფერი იყო მზადება თქვენი. რაც არის, უყურეთ რისი. წარსული ცხოვრების დასაწყისი და ახალი ეტაპის დაწყება. ამ ახალი ეტაპისთვის გამზადებთ სამყარო და უფალი, ამიტომ აპატიეთ ყველაფერი საკუთარ თავს, რაც იყო და რაც არ იყო. ანუ იფიქრეთ ის, რომ იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. როგორც იტყვიან ხოლმე ზღაპრებში, ჭიქხინი აქა, ქატო იქა, ფილი აქა. ეს იმას ნიშნავს, რომ წარსული ჯოხეთი დასრულდა და იწყება ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში, რაც არის სიახლეების. ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ, გასაშვები გაუშვით და მოსასვლელი კარი გააღეთ, მეგობრებო, რომ ადამიანები შემოვიდნენ თქვენ ცხოვრებაში და კიდევ სიახლეები დაიწყოს.
აპატიეთ ყველაფერი საკუთარ თავს, რაც იყო და რაც არ იყო, რაც გინდოდა რომ ყოფილიყო და არ იყო, მიუტევეთ ეს ყველაფერი საკუთარ თავს და უფალს გადაუხადეთ მადლობა, იმიტომ რომ ეს იყო კიდევ გავიმეორებ ერთი გაკვეთილი თქვენთვის, რასაც უკვე აღარ დაუშვებთ ამ შეცდომებს მეორედ, ამიტომ ხო, წმენა და იმედი არ დაკარგოთ ამ ყველაფრისთვის. ცხოვრება გრძელდება. ხო. და მოემზადეთ ახალი ცხოვრების დასაწყებად. აი, ესეთია ტაროს ნათქვამი. ახალს თუ არ, ძველს თუ არ, ამას თუ არ გაუშვებ, საკუთარ თავს თუ არ აპატიებთ და ამ ყველაფერს წარსულში არ დატოვებთ და გულის კარებს არ გააღებთ და ახალს არ ახალი მოსვლას შეუშლით ხელს, მეგობრებო, ჯერ ვერ მოვა ახალი. ხო, ჩემიც მასეთია ანა მარია. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ხო. ერთი წუთით მოვალ ახლა. ერთი წუთით. ხო, ჩემო მეგობრებო, ასეა. ხო, აბა რას გვეტყვის ახლა? შენ სად გაუშვა კი არა, შენ გაგიშვა მაგან. მოდი ასე ვიტყვი მორიელი. ხა. შენ გაგიშვა. გაგიშვა მორიელი. ახლა გეძებს. საქმეც მაგაშია. ვიცით ჩვენ, ხო, მაგი ამბავი. ხა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, აბა რას გვეტყვის ახლა? ასტრა ბარათები. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქა. ხო, აბა ზღაპრის დასასრული როგორი იქნება? თქვენი ამ ზღაპრის დასასრული როგორი იქნება? ძალიან საინტერესოა და თუ დააკვირდებით ახლა დღეს ჭედვა არ ქონია, კრუნჩხვები არ ქონია ტელეფონს მეგობრებო. ხო, აი. თქვენი ზღაპრის ბოლო როგორია? გულწრფელობა. გულწრფელობა. თქვენი ზღაპრის ბოლო როგორია? 7. გულწრფელი და 7. თქვენი ზღაპრის ბოლო როგორია? რა საინტერესოა მეგობრებო. წესრიგის მოყვანა 7 და გულწრფელი. ხა. ეხლა აბჭიკჭიკდები. კიდევ ხო, თქვენი ცხოვრების გამბედაობა. მეგობრებო, ყველაფერი კარგად გექნებათ, არი ნერვიულოთ. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გექნებათ ძალიან კარგად. ერთადერთი რის თქმა შემიძლია. ის თქვენი გულწრფელობა, ის თქვენი სიმშვიდე, ის თქვენი თავაზიანობა, ის თქვენი წესრიგი, დამყარება თქვენივე ცხოვრებაში, თქვენივე ხელით. მოგიტანთ ძალიან დიდ შედეგს. გამბედაობა, ძალა. ხო, საკუთარ თავს შემოუძახოთ უნდა მეგობრებო. ზღაპრის ბოლო მაინტერესებს. ახალის დასაწყისი და ღმერთოსაც შეგვიძლია. ეს არის მეგობრებო, უბრალოდ არ შემიძლიხართ. ეხლა გეტყვით გამარჯობას. ახალი ეტაპის დასაწყისი, ახალი ცხოვრების დასაწყისი. აი არ ვიცი უბრალოდ.
რომელიმე თქვენგანი ეხლა რო ამბობთ იმას, რომ აი ისე და ასე და ასე და თქვენც ვერ ხვდებით უბრალოდ თქვენი ცხოვრება სად მიდის. და საითკენ მიდიხართ, მეგობრებო, სასწაული გელოდებათ. ზღაპრის ბოლო როგორია? ახალი დასაწყისი. თქვენ იმდენად კარგად იგრძნობთ თავს, მინდა გითხრათ. თქვენ თქვენი ცხოვრების მაგები ხართ. თქვენ ხართ თქვენი ბედის ბატონ პატრონები. თქვენ ხართ, აი, ეს სამი კარტით საკმარისია. აი, ეს სამი კარტით საკმარისია, როგორც ამოვიდა, მეგობრებო. ეს არის მაგი თავისი ცხოვრების, რომელიც ადამიანი ყველანაირ ხერხს გამოიყენებს. ეხლა მე იმას არ ვფიქრობ, რომ მაგიასთან მიხვალთ. თქვენ ეს არ გჭირდებათ, თქვენ თვითონ გაქვთ ისეთი ძალა, მაგიური ძალა. თქვენს სიტყვას ძალა აქვს, თქვენს ფიქრს ძალა აქვს, თქვენს შეგრძნებებს ძალა აქვს. უყურეთ რისი თქმა მინდა. თქვენ რასაც ფიქრობთ, ზუსტად ის იქნება ისე. თქვენ რასაც გაიფიქრებთ, თქვენ რასაც იტყვით, თქვენ რასაც წარმოიდგენთ, თქვენს წარმოსახვაში, თქვენ რა შეგრძნებაც გექნებათ, რასაც იგრძნობთ, აი ზუსტად ის ისე იქნება, მეგობრებო. და თქვენ შეგიძლიათ ეს სათქმენ თავისოდ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. არამც თუ აი პირდაპირ მნიშვნელობით მაგით. არა, მეგობრებო, თქვენ ეს არ გჭირდებათ. უბრალოდ კარგი გაგებით, სიტყვით, უბრალოდ უფალს მიანდეთ. უფალო იყოს ნება შენი და მე ვიცი რომ ეს ასე იქნება. ეს ის კი არ უნდა თქვათ რომ ის მოკვდება იმას, ის კისერს მოიტეხავს, ის ფეხს მოიტეხავს, ის კინჩხს. არა, მეგობრებო, არა. სასიკეთოთ უბრალოდ. თეთრი მაგი, რას ნიშნავს? შავი მაგი არა, თეთრი მაგები ხართ თქვენი ცხოვრების. თქვენ რასაც იტყვით, რასაც იფიქრებთ, რასაც წარმოსთქვამთ. გონებაშიც რო გაგიაროთ, წარმოსახვაში, მეგობრებო, ხო? იმას აქვს ძალიან დიდი ძალა, ამიტომ დაუკვირდით, რას იფიქრებთ. აკონტროლოთ უნდა თქვენი ეს ყველაფერი, ფიქრი, გრძნობა და ხო, აი, ხედვა, ეს ყველაფერი თქვენში უნდა აკონტროლოთ. და თქვენ შეგიძლიათ. ამიტომ კარგი გაგებით გამოიყენეთ, მეგობრებო, სასწაული კარტები ამოვიდა. ეხლა მე თქვენი კომენტარები არ წამეკითხია, მეგობრებო, სამწუხაროდ იმდენად გადართული ვარ და შესული ვარ ამ დასტებში, ჩემო ძვირფასებო, რომ ვერ აღწერ ამ ყველაფერს. მაპატიეთ. ხო, ეხლა თანაკლასელები, თანაჯგუფელები რისთვის არის, ხო, ერთმანეთს რაღაცები უნდა ასწავლოთ, აბა? ხო. ეხლა პლუს მინუს ასაკში არა აქვს მაგას, ეხლა ჩვენს ჯგუფში და ჩვენს კლასში არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ვინ უფროსია და ვინ უმცროსი. მაგას არ უყურებთ ჩვენ, არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ ყოვლის შემძლე მაგები. ყველაფერი გამოგივათ, მეგობრებო, გეფიცებით. აი, მიდიხართ იქითკენ რომ გავიმეორებ კიდევ. სიმშვიდის, ბედნიერების, თქვენი მოღვაწეობის, აი გულწრფელობით, აი თქვენი, ხო, ანუ გულწრფელობით, თქვენი სიმშვიდით, თქვენი ცხოვრებაში წესრიგით, აი თქვენ უნდა დაიცვათ წესრიგი თქვენ ცხოვრებაში, ეხლა რა არის ის? ბალანსი, თანაბრად უნდა გასცეთ ყველაფერი და თანაბრად დაგიბრუნდებათ, მეგობრებო. რასაც გაძლევენ, ის გაეცით. ზედმეტი არაფერი გაცეთ. ხო. ამიტომ ბალანსში როცა ხართ, ყველაფერი გაქვთ კარგად, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. თქვენ ხართ, აი, თქვენ გაქვთ არაცნობიერი ცნობიერება. თქვენც ვერ წარმოიდგენთ, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ ისეთი შემთხვევა, რომ აი რაღაცას ისეც აღმოაჩენთ, რომ უი, მე ეს ვიცი, როგორ გავაკეთო? უი, მე ვიცი ამის პასუხი. არა და ამ დროს არ უნდა იცოდეთ, მაგრამ საღაციდან უცებ იცით.
თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა მეგობრებო, კი ეს ტყუილ უბრალოდ არაა. ანუ თქვენ გაქვთ არაცნობიერი. აი, როდესაც შეიძლება ადამიანმა დაგისვათ შეკითხვა და ის ადამიანი დარწმუნებულია, რომ თქვენ არიცით და ამ დროს თქვენ პასუხს გასცემთ. ხო. და თქვენს გაგიკვირდებათ, საიდან ვიცი? აი, ბევრჯერ მგონია მე ესეთ შემთხვევა, საიდან ვიცი? აი, საიდან ვიცი ელექტროობა? საიდან ვიცი სანტექნიკა? აი, საიდან ვიცი იქ როგორ უნდა გავაკეთო ეს? არ მისწავლია მეგობრებო, არსაც წამიკითხია, მაგრამ ვიცი. ხო. აი, თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, აი ზუსტად მანდ ვართ. არაცნობიერი. ხო. აი, ეს გაქვთ თქვენ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. როგორც ყოველთვის განსხვავებული. აი, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება თურმე ამ წუთიდან თქვენ ცხოვრებაში და მოხარული ვარ ამის. აი, აქ წარმოთქმული ყველა ის სიკეთე ამ წუთიდან, რა წუთიდანაც ეხლა თქვენ უსმენთ ამ ლაივს, ამ წუთიდან ჩათვალეთ მეგობრებო, რომ ყველაფერი მიდის უკეთესობისკენ. ხო. აი, უკეთესობისკენ. ტოლერანტობა, უკეთესობისკენ მეგობრებო. გარწმუნებთ. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ. ეხლა შეიძლება ბევრი ფიქრობთ, ნეტა ერთი შენ და ადვილია. ალბათ ამას ფიქრობთ, ჩემზე მეგობრებო. ისემ სიკეთე რამდენი ამას მომაძახებს. ხო. კი, იცით რატომ ამბობ ეხლა ამას? მეც წლების უკან კიდე გავიმეორებ, ბევრჯერ მithქვია და გავიმეორებ. წლების უკნიდან უსმენ ლაივებს. და დღესაც ერთ-ერთი დავაფიქსირე ჩემი კომენტარი ერთ საჯარო გაშლაზე, YouTube-ზე. ხო, აი, მეგობრებო, მეც ასე ვფიქრობდი ადრე. როდესაც ახალდაწყებული მქონდა ეს ყველაფერი, ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, რომ აქამდე მოვიდოდი, ამდენ შევძლებდი, ამ დეპრესიიდან გამოვიდოდი, ამ სტრესიდან გამოვიდოდი, აი ეს ხელების კანკალი ვიბრაციები გადამიარდა, გადამივიდოდა, დავწყნარდებოდი, დავუშვიცდებოდი. მეგობრებო, ჭიქით წყალს ვერ სვამდი დედას გეფიცებით და ეს ყველაფერი ისე დამილაგა წლების უკან ზუსტად 2-3 ტაროლოგმა, რომ მე სამივეს მადლობებს ვუხდი. ხო. ამიტომ ეხლა მე რასაც გეუბნებით თქვენც ხო და მე ასე ვფიქრობდი მაშინ ზუსტად რომ რეებს ბოდავს აგი, ხო, აი დედასპიცა ვარ თუ ერთ სიტყვას ვამატებდე, ან ვაკლებდე, ზუსტად ასე ვფიქრობდი. რეებს ბოდავს, ნეტა ნორმალური თუა. ხო. აი გეფიცებით ხო, ასე ვფიქრობდი და რამდენჯერ ავსქრინე, რომ აღარ მინდოდა მოსმენა მისი, რა ზღაპრებს მიყვება მეთქი. გეფიცებით, აი უფალს გეფიცებით მეგობრებო. აი ზუსტად ის ჩემი სიტყვები უკან წავიღე და მე ბოდიში მოუხადე იმ ადამიანებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ და პირადში ზუსტად. ხო. და გაუცებული მწერდა, ვისაც მივწერე, რომ ბოდიშები გაუცებული მწერდა, რომ აი აღიარება ესეთი მესმის. კი. ხო, საშინელებაა დეპრესია, მაგრამ აუცილებლად გამოხვალთ ამ სიტუაციიდან მეგობრებო. გეუბნებით ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება. აი მე რაღა ვთქვა. არასოდეს არ იფიქროთ ცუდი საკუთარ თავზე, ფუ რა დებილი ვარ, ეს არასოდეს არ აკადროთ საკუთარ თავს. ფუ რა უშნო ვარ, აი ფუ რა მახინჯი ვარ, ფუ რა ჩლონგი ვარ. არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს ეს არ აკადროთ. პირიქით, მე ყველაფერი შემიძლია, მე ლამაზი ვარ, მე საუკეთესო მეკუთვნის, მე საუკეთესო მინდა, ყველაფერი საუკეთესო გაიმედეთ საკუთარი თავისთვის მეგობრებო. რატომაც არა? ხო, აი რატომაც არა? როგორიც ვარ, ესეთი ვარ, მე მივიღე ჩემი თავი ესეთი.
ხო, ну, რატომაც არა. ну, ეხა იქ ქალური რაღაცები შეგვიძლია კიდევ. ხო, რაღაცები, ქალური რაღაცები ჩვენი ისინი ჩავატაროთ манипуляციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი თავი არ მიყვარს ისეთი როგორიც ვარ. ხო. ამიტომ ჩემო მეგობრებო, საკუთარ თავს ეცით ყოველთვის დიდი პატივი. საკუთარი თავისთვის გაიმეტეთ ყველაფერი პირველ რიგში. საკუთარ თავს ასიამოვნეთ. დადეგით სარკის წინ და უთხარით თუ როგორი მიმზიდველები ხართ, როგორი ლამაზები ხართ, როგორი მომხიბვლელები ხართ, როგორი მომღიმარები ხართ. გაუღიმეთ საკუთარ თავს და უთხარით რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და იქნება. იყო, არის და იქნება. ხო. აი ასე. რა თქმა უნდა. მეც ვიყავი თქვენს ეტაპში, ახლა რაც გადიხართ, ბევრი თქვენთაგანი. მეც მაქვს გავლილი, მეგობრებო, ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი. ჯოჯოხეთი. ჩემს ცხოვრებაში ბულინგიც იყო, ღალატიც იყო. აი, ხო, არ ვიცი რა ვთქვა. ხელით შეხებაც იყო, ცემაც იყო, შეურაცხყოფაც იყო, დამცირებაც იყო. ყველაფერი იყო, მეგობრებო. ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. აბსოლუტურად ყველაფერი იყო, მაგრამ აი და ბოლოს შვილის დაკარგვაც, მაგრამ დღეს ცოცხალი ვარ. კი. ცხოვრებას ვაგრძელებ, აი რო იტყვიან, როგორც მეკადრება ისე, როგორც შემეფერება ისე, როგორც ჩემ შვილს უნდოდა ისე, რომ ყოფილიყავი და ვენახე, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. ხო, მეც მეუბნებოდნენ ერთ დროს, ფუ რა მახინჯი ხარ, სარკეში არ იხედები? რას გავხარ ადამიანს არ გავხარ სარკეში არ იხედები? ხო, აი ასე, ამასაც მეუბნებოდნენ, კი, მეგობრებო, მაგრამ რა, არც მახინჯი ვარ, არც შეუხედავი ვარ, არც ტანი მაკლია, არც ფეხი მაკლია, არც შეხედულება მაკლია, არც ჩაცმა მაკლია და არაფერი არ მაკლია. ხო. აი ასე. არც გონება მაკლია და არც შეხედულებები მაკლია, არც გემოვნება მაკლია. არაფერი არ მაკლია, მეგობრებო. ერთადერთი რაც მაკლია არის შვილი. მეტი არაფერი არ მაკლია, ყველაფერი მქონდა, მაქვს და მექნება. აი ასე, მეგობრებო, აი ესე უნდა იფიქროთ თქვენც. თავარია, ყველა ყავდეთ ირგვლივ კარგად, ვინც თქვენ გიყვართ და ნაკლისი არ გქონდეთ. ხო. ყველაფერს ეშველება, ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება, ასე რომ გული არ გაიტეხოთ. მე კიდევაც მღერი ვარ, კიდევაც წავიცეკვებ, კიდევაც წავიღიღინებ, კიდევაც ვიცმევ, კიდევაც ვიღებები, ფერადიც მაცვია, შავიც მაცვია, თეთრიც მაცვია. ზუსტადაც მეგობრებო, ცხოვრებას ვაგრძელებ, ამის უფლებას ვერავინ ვერ წამართმევს. ხო. ზუსტადაც. ყველაზე მეტად რაც მძულს შავია, მძულს შავი, ყოველთვის მძულდა. ხო. ყოველთვის მძულდა შავი. ასე რომ სამგლოვია რო შავი არ მაცვია. არც ჩავიცმევ და ღმერთმა არავის არ ჩააცვას. ასე მეგობრებო და საკუთარ თავზე უნდა იფიქროთ. გაიფერადეთ, გაილამაზეთ. ფერადის სამყარო არჩიეთ. გადით გარეთ. ბუნებაში გადით. ზუსტად. მოკლედ. მშვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება, უფლის წყალობით, ყველაფერი შეიძლება ხვალდილიდან და ამის შეცვლა უნდა დაიწყოთ თქვენ თვითონვე მეგობრებო. აი თვალები გაახილეთ დილას და პირდაპირ თქვით მადლიერება უფალთან, რომ ბედნიერი იქნებით და ხართ. მეტი არაფერი არ გჭირდებათ. მორიელი.
მორიელი რა ტიპი ხარ? მშვიდობიანი ღამე ყველას, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ტკბილებო, ძალიან გაფასებთ. ძალიან მეიმედებით, ძალიან მოხარული ვარ თქვენთან ყოფნით. ყოველთვის მსიამოვნებს აქ შემოსვლა. შეძლების და გვარად ყოველთვის ვცდილობ. გამომდის თუ არ გამომდის, როგორც გამომდის. შაბათ კვირას არ ვუყურებ, ხო ხედავთ? ამიტომ, კი, რა ვიცი, უფალს მადლობა, რომ რასაც ვაკეთებ, ამას უფლის წყალობით, უფალს უღრმესი მადლობა ამისთვის. ხო, ძალიან მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ, რატომაც არა, ზუსტადაც. მოკლედ, აბა ხვალამდე და გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დროებით და წარმატებები ყველას. მშვიდობიანი ღამე, ტკბილი სიზმრები ყველას, ზუსტად სწორი ხარ მორიელი. მშვიდობიანი ღამე და ტკბილი სიზმრები. აბა კარგად.